პირდაპირ თავში მესროლე. კონკრეტულად კი საფეთქელში. ოდნავ დაბლა მიმართული კუთხით. მინდა რომ ტყვიამ ჩემს ტვინში რაც შეიძლება მოკლე გზა გაიაროს, სანამ ჰიპოკამპუსს მიაღწევს. თუ გამიმართლებს, გასროლის შედეგად თავის ქალის გაგლეჯისგან მიღებული ტკივილის გრძნობა მხოლოდ რამდენიმე ათწლეულს გაგრძელდება. რამდენად საშინელადაც არ უნდა ჟღეროთ ეს უზარმაზარ სიკეთეს გამიგეთ. თავში გასროლით სიკვდილი ყველაზე სწრაფი და უსასრულოდ უკეთესი იქნება ალტერნატივებზე. ჩემი წამება დაიწყო 10,000 წლის წინ, დილის 10:15 წუთზე. დამატებით ფულს ვშოულობ მედიკამენტების კლინიკურ კვლევებში მონაწილეობით. მე ეგრეთ წოდებული ჯანმრთელი სუბიექტი ვარ, რომელიც ექსპერიმენტალურ პრეპარატებს იღებს გვერდითი ეფექტების შესაფასებლად. ერთხელ ეს იყო თირკმლის პრეპარატი, რამდენჯერმე წნევისთვის ან ქოლესტერინისთვის. დღეს დილით მითხრას, რომ პრეპარატი, რომელიც მივიღე ფსიქოაქტიური ნივთიერებაა, შექმნილი ტვინის ფუნქციის დასაჩქარებლად. აქამდე არც ერთ ტესტირებულ წამას არაფერი გაუკეთებია ჩემთვის. რეკრეაციული გაგებით. ანუ, არც ერთმა არ მომწა ნამდვილი ჰაი, არც დამამშვიდა, ზოგადად არანაირი ეფექტი. შეიძლება ყოველთვის პლაცებო ჯგუფში ვხვდებოდი, მაგრამ მაინც არაფერი მოქმედებდა. დღევანდელი პრეპარატი სხვანაირი იყო. ეს ნაგავი მუშაობდა. 10:15 წუთზე მომწეს აბი და მითხრეს მოსასწრელში დამეცადა, სანამ ტესტებზე დამიძახებდნენ. დაახლოებით 9 საათში დაგიძახებთ, მითხრა ასისტენტმა. დივანზე დავეგდე და მაგიდაზე დაგდებული Psychology Today-დან რამდენიმე სტატია წავიკითხე. როცა დავამთავრე, ისევ არავის დაუძახია. ამიტომ US News ავიღე და თავიდან ბოლომდე წავიკითხე. მერე ძველი Scientific American. კი, მაგრამ რას აკეთებენ ამდე ხანს? ძალიან ნელა გადავატრიალე თავი კედლის საათისკენ. მხოლოდ 10 საათი და 23 წუთი იყო. 8 წუთში 3 ჟურნალი წავიკითხე. მაშინვე გავიფიქრე, გრძელი დღე იქნებოდა. მართალია აღმოვჩნდი.